ბოროტების სავანე 3 კოდი. ვერონიკა. ამერიკის შუადასავლეთის ქალაქი. რაკუნ სიტი მთლიანად განადგურდა ვირუსის აფეთქების გამო, რომელიც საერთაშორისო კორპორაცია Umbrella Mines გამოიწვია. კლერ რედფილდი, რომელიც რაკუნ სიტიში ჩავიდა თავისი დაკარგული ძმის ქრისის საძებნელად და ახალბედა პოლიციელი ლიონ სენჩი. კენედი ერ ქალაქიდან გაქცევა მოახერხეს, მაგრამ მათი განსაცდელი მხოლოდ მომავალი მოვლენების პრელუდია იყო. სამი თვის შემდეგ. თქვენი საიდენტიფიკაციო ნომერია WKD4496. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენის ახალ სახლში. მისი სახელია კლერ რედფილდი. 10 დღის წინ ის ჩვენოს პარიზის ლაბორატორიაში საზღვარზე უკანონოდ შეჭრისას დავაკავეთ. როგორც ჩანს, ისში შეიჭრა თავი დაკარგული ძმის ქრის რედფილდის საძებნელად, რომელიც არფიდიდან ცნობილი სტარსის ერთ-ერთი გადარჩენილი გუნდის წევრი იყო. მშვენიერია. გაეთრია აქედან. ეს ადგილი დამთავრებულია. არ ვიცი. შეიძლება სპეცრაზმი ყოფილიყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ციხე აიღეს. ჯარისკაცები გაანადგურეს. რას ამბობ? კომპლექსის დატოვების უფლება გაქვს, მაგრამ ისიც უნდა უცოდე, რომ ამ კუნძულიდან გასვლის შანსი არ გაქვს. და შენზე რა სიტყვი? რას აპირებ? ჩემზე ნუ ღელავ. მოიცა, არის როლო. ვინ ხარ? შენ ზომბი არ ხარ. შესანიშნავია. მან დამელოდე. ეხლავე მოვდივარ. ბოდიში ამ პატარა გაუგებრობისთვის, მაგრამ მეგონა შენც ერთ-ერთი იმ მონსტრი იყავი. გაჩუმდი. ერთ არასწორ ნაბიჯს გადადგავ და გესვრი. დამშვიდი ლამაზო. თქვი რომ ბოდიშს ვიხდი. ჩემი სახელია სტივი. მე ამ კუნძულზე პატიმარი ვიყავი. და ვარაუდობ რომ შენც ამბრელადან არ ხარ. არა, მე კლერი ვარ. კლერ რედფილდი. კლერი. სასიამოვნოა. ამას დავიმახსოვრებ. ჰეი, გავიგე რომ აქ აეროპორტია და როგორც კი ვიპოვი, საბოლოოდ შევძლება მგიჟური კუნძულიდან გაქცევას. მე რეგნახავ. ეი, მოიცადე. არ მინდა ქალბატონო გამომკვე. შენ მხოლოდ შემანელებ. Chris Redfield. აქ რას აკეთებ? Chris Redfield. ის შენი ნათესავია თუ რამე მსგავსი. ჩემს ძმას გულისხმობ? და ძმა ხართ როგორც ჩანს. შენი ძმა ამბრელას მეთვალყურეობის ქვეშაა. რა?
ლიანს უნდა დაუკავშირდე და ვუთხრა, რომ ჩემს ძმას აცნობოს, რომ მას აკვირდებიან. კარგია, რომ აქედან გარე კავშირზეც დომა მაქვს. ეს ფაილი ამ ადგილის გრძედსა და განედს აჩვენებს. რატო არ უგზავნი შენს ძმას კოორდინატებს და არ სთხოვ, რომ დაგეხმაროს? მადლობა, ამას გავაკეთებ. ჰეი, უბრალოდ ხუმრობ. ის აქ ვერ მოხდება, თუნდაც შენი ძმა იყოს. კი, მას შეუძლია, დარწმუნებული ვარ. კი, არავითარ შემთხვევაში. ის არ მოვა. თუ სხვებს დაეყრდნობი, უბრალოდ იმედგაცრუებული დარჩებით. ამიჯერე. ვიცი. რა იყო ეს ყველაფერი?